მოგესალმებით, თქვენ უყურებთ 64 ეპიზოდს სპორტულ ანალიტიკური პოდკასტისა შედეგს მიღმა. ბრუნდებით ძალიან მაგარ სტუმართან ერთად, მე და რეზის ლადო ნაცვლიშვილი ყავს სტუმრად. ბატონ ლადო, მოგესალმებით. მოგესალმებით. მოგიკითხავთ. მადლობა მოწვევისთვის. თან მიხარია თქვენთან ვარ. მართალია თქვენი ხმა ძირითადად უფრო ისეთ სპორტებზე ისმის, სადაც რაღაც ორი ტიპი უპირისპირდება ერთმანეთს, მაგრამ ჩემთვის პირადად ნებისმიერ საკითხზე თქვენი მოსმენა ძალიან დიდი სიამოვნება, ამიტომ ერთ-ერთი მოწინავე და სასურველი სტუმარი იყავით და მოუთმენლად ველოდი, როდის დადგებოდა დრო, რომ ჩვენ გადაცემაში აღმოჩნდებოდით და კიდევ ერთხელ მოკლედ მადლობა ამისთვის. ძირითადად ფეხბურთზე ვისაუბრებთ. მადლობა, სიამოვნებაა. აუცილებლად უნდა გთხოვოთ, რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, სხვადასხვა სოციალური ქსელების, მათ შორის ბატონი ლადოს YouTube იქნება აღწერაში. მოჭველი უნდა გამოიწეროთ ეგეც, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო კონტენტია მანდაც. ვისაც MMA გიყვართ ხო, დარწმუნებული ვარ უკვე გამოწერილი ყავთ, მაგრამ კიდე არის მოკლედ ხალხი დარწმუნებული ვარ, ვისაც არ ყავს გამოწერილი. პრემიერ ლიგით მინდა რომ დავიწყო, იმიტომ რომ უიკენდის მთავარი მოვლენა იყო მანჩესტერ სიტისა და არსენალის მატჩი. ისე გამოვიდა რომ საჩემპიონო ბრძოლად შეფასდა ეგ კონკრეტული მატჩი. მე ცოტა არ მიყვარს ეგრე თქმა რომ განსაკუთრებით რაღაცა ჩემპიონატებში ერთმა მატჩმა შეიძლება გადაწყვიტოს ჩემპიონი, თუმცა ფაქტია რომ ძალიან ბევრ რაღაცაში მნიშვნელოვანია, ალბათ საჩემპიონო მართლა არ არის. არ გადაწყვეტილა. მეც ეგრე ვფიქრობ, ხო. უყურეთ, ნახეთ კონკრეტულად მატჩი. უყურე მატჩს, სიმართლე გითხრათ, მეჩვენება ზოგადად არ გამიკვირდა, იმიტომ რომ მე მეჩვენება რომ ორი მიზეზით არ გამიკვირდა. მეჩვენება რომ ზოგადად სიტი რაღაცა ხერხული მეტოქია არსენალისთვის, შეიძლება ბევრისთვის არის ხერხული არსენალისთვის. და თან არსენალმა მე თან თქვენ გასვავით რომ დიდი ხანი ისა მაქვს ასე ვთქვათ პრაქტიკა ფეხბურთის და მე ჯერ კიდე ვენგერის არსენალი მახსოვს და რაღაცა აი გულშემატკივარს რომ ნერვებს უშლის ისეთი გუნდი იყო ყოველთვის ხო მაგრამ თამაშობდა ხაზა ვენგერის დროს განსაკუთრებით ჰიპერკამპები და ისინი დახაზავდნენ რაღაცა და მაგრამ ბოლო მომენტში რაღაცას მე მახსოვს ლიგაზე, ჩემპიონთა ლიგაზე ბავარიას ხვდებოდნენ სახში და 90 წუთი ხო თამაში. 80 წუთი დახაზეს. დახაზეს, აი ფეხბურთი იყო, ერთი გუნდი თამაშობდა თან ძალიან ლამაზად. და დადგნენ 10 წუთი, მაგრამ თამაში დაბრუნდა 2-2. თან ლონდონში იყო თამაში, ანუ იმ 80 წუთში 2 გოლი გაიტანეს, 10 წუთი დადგნენ და 2 გოლი გამოუშვეს. და მეორე თამაში წააგეს ბავარიას და გამოვარდნენ და მოკლედ ძალიან ისეთი გუნდია რა, აი ყიფე. ხო, არ ვიცი რა რაჭით მოკლედ. წელს თითქოს ყველაფერი იყო იმისკენ რომ არ უნდა გაჭირებოდათ მოგება, მაგრამ გუშინაც ყველაფერი იყო რომ არ უნდა წაეგოთ, მაგრამ ვერ შეაგდეს რაღაც ის. ხო, ბოლო პერიოდისგან განსხვავებით, არსენალს რეალურად ჩვენ ბუნებრივი ახლა პრემიერ ლიგაზე გვიწევს საუბარი და არსენალსაც ძალიან ხშირად ვახსენებთ ხოლმე ამ გადაცემაში და არამხოლოდ ამ გადაცემაში. გუშინ ალბათ იყო ერთ-ერთი ყველაზე კარგი თამაში, რაც არსენალმა ბოლო თვეების განმავლობაში ითამაშა, ხო? ბოლო 7 მატჩი ერთი მოგება აქვს მხოლოდ და გუშინ აი რეზის თქმის არ იყოს და რეზი უკეთ გააგრძელებს ამ თემას. გუშინ თითქოს არ იმსახურებდა წაგებას. თუ არა, ფრე იქნებოდა ლოგიკური ჩემი აზრით, რომ მომენტები საკმარისად შექმნა არსენალმა, რომ და მოგებასაც მე მგონი არ იმსახურებდა. ხო, მოგებასაც სიტი წაგებას იმსახურებდა. ხო, ფრე იქნებოდა უფრო ისეთ ლოგიკური. ანუ საჩემპიონო თამაში, იმიტომ არ საჩემპიონო თამაში ეს იქნებოდა ორი შედეგის შემთხვევაში ერთი არსენალს რომ მოეგო, რაღაც უფრო კომფორტულ სხვაობაზე გავიდო და თუმცა განაღრებული მაინც არ ქონდა. ხო, მაგრამ მაინც ესეთი ოფიციალურად ვერ გაიფორმებდა. და მეორე იყო, აი არსენალი განადგურებული იყო. აი თამაშითაც ყველაფრით განადგურებული იყო, ეს უკვე საბოლოოდ დააგდებდა არსენალს და შეიძლება და ხო სიტის მიცემდა უკვე და აი არც ერთი სცენარი არ გამოვიდა, ამიტომ ყველა კვირას უნდა უყუროთ ხა და ბურთები ვითვალოთ ვინ მეც შეაგდებს და აქ საინტერესო ის არის რომ ეხლა არსენალი აღმოჩნდა სიტუაციაში, როცა ის რასაც აკეთებდა მთელი სეზონი, როცა ანუ უფრო თამაშის რაღაც მოკვლაზე იყო ორიენტირებული ვიდრე რაღაც შეტევების განვითარებაზე, ახლა პირიქით მოუწევს რომ მეტი გოლი გაიტანოს თამაშებში. ვერ ენდობა იმ ფაქტს რომ სიტი ვერ მოიგებს რომელიმე თამაშს აუცილებლად. სიტიმ შეიძლება ყველა მოიგოს და შეიძლება მართლა ბურთებმა გადაწყვიტოს ყველაფერი და არსენალს დაჭირდება გოლები და ამიტომ მოუწევს რაღაცების მოფიქრება შეტევებს. არ მგონია, იმიტომ რომ ეს გუნდი უკვე მიეჩვია იმ თამაშს. პირველ რა თქმა უნდა გოლები, ბევრი გოლები კარგია, მაგრამ პირველ რიგში პროგრამა მინიმუმ და აუცილებლად გაგაგებს ეს მოგებები თამაშის, ხო? თუ ვერ მოიგო თამაში, ვინ არ დაგაუზგულები, ვინ არა. ამიტომ
არ მგონია ხე რისკი იქნება რა მეც რო ვიყო თუნელი ხა ის რაცაც მოაქვს გამარჯვება იმას ვაკეთებდნენ და ვიქნებოდი იმის იმედზე რომ ან ის წააგებს მეორე გუნდი დაკარგავს გულებს ან ის ვერ გაიტანს იმდენ გოლს და რაღაცა ამ თუთას ვის აქვს უკეთესი სწავლა 1+1 აქვს არსენალს მაგრამ სიტის ერთი თამაში აქვს და იმ თამაში რამდენიც მოიგებს ხო თან შემდეგ თამაშზე თამაშება ბარნლის რომელიც ცალიფეხით გავარდნილია სიტი მიუხედავად იმისა რომ გასვლაზე ეგ თამაში სიტი შეუულია რომ რა ვიცი შედგეს და ბევრი 0 მოუგოს მაგალითად და აი ეგ ერთგოლიანი უპირატესობაც რომელიც არსენალს აქვს და ამ ეტაპზე სავარაუდოდ არაფერს ანიშნავს ბევრს განეიტრალოს და პირიქით პლუსშიც გავიდეს. კალენდარი გონ სიტის უფრო რთული მე მგონი. უბრალოდ რეზი განსაკუთრებით აი ჩემთვის რაც თამაშის მერე ჩემი ყურადღება რამაც მიიქცია იყო ის რომ თამაში როდესაც მორჩა სიტის ფეხბურთელები ისე აღნიშნავდნენ რომ ვითომ ჩემპიონები გახდნენ და არსენალის ფეხბურთელები ისე აღნიშნავდნენ რომ თითქოს ყველაფერი დასრულდა. აი ეგ ფსიქოლოგიური წნეხი ბანემ სტუმარს ვკითხოთ ეგ შეკითხვა აი ეგ ფსიქოლოგიური წნეხი რამდენად შეიძლება რომ არტეტამ დაძლიოს ახლა იმიტომ რომ ყოველთვის დარწმუნებული ვარ რაც უფრო ბოლოსკენ გადის სეზონი ფლეშბექები მოაქვს მეორე ადგილი წინა წელს მეორე ადგილი იმის წელ მეორე ადგილი რამდენიმე წლის წინ და წელსაც რო იგივე მოხდეს აი ამ მოკლე პერიოდში თან არ დაგვაუწყდეს ისიც რომ ჩემპიონთა ლიგის სამხედრო აქვს სათამაშო მაგასაც შევეხებით მაგრამ რამდენად მიგაჩნიათ რომ მიკელ არტეტა მოახერხებს ამ გუნდის ისევ რაღაცა ფსიქოლოგიურ გზაზე დაყენებას მით უმეტეს გუშინდელი მარცხის შემდეგ ლოგიკურია ახლა ეგ შეკითხვა რომ გაჩნდა ზოგადად მოდი შევთანხმდეთ რომ ამ წუთას აი გუშინდელი საღამოს შემდეგ ფსიქოლოგიურად უკეთეს მდგომარეობაშია რა თქმა უნდა სიტი მაგრამ შეიძლება სიტის გულშემატკივრება შემიძულო რადი ძალიან დაგვირებული ზოგადად სპორტში ვარ დაგვირებული ასე რაღაცას რომ აი რაღაცას წინა მართლა ესე იყო რა ისე უხარო და ჩავხედე მე რამე ხوار მე შეიძლება მეთქი იმას იმიტომ რომ მართლა ვარ გახდნენ მეთქი უკვე ჩემპიონები ისე ხარობდნენ და ესენი ყურებ ჩამოყრილები და ფეხბურთი ძალიან ისეთ თამაშია რა აი რაღაცა თავისუფლეთი აქვს ხო იცი აბსოლუტურად ხო იცი რომ რაღაც ეგეთ მომენტებში რაღაც ინტრიგას ხვართავს ხოლმე და თითქოს სჯის ხოლმე რა ვიღაცა აი მე რატომაც მაგ შეიძლება რომ არსენალი გახდება მაინც და ეს წინასწარ აღნიშნა სიტის იმიტომ რომ ცუდად მოუბრუნდება ხო აი მართლა რომ მსგავსი რაღაცები მახსენდება რა იმებში ხა კონკრეტულ იმებში რომ მაგრამ ესეთი ის ბევრჯერ მქონია რომ თითქოს აი რომ ამოქაჭე მე ვისაც გულშემატკივრობ აი ამო ეს რა მორჩა ალწი მოიგეს და უცებ ბახდა ბოლო მომენტში მე რას ვფიქრობ იცით აი რაღაცა მგონია რომ სიტი ხა სიტისთან სიტი რომ ამ თამაშს მოიგებდა ამის შანსი საკმაოდ დიდი იყო ხო პეპ გვარდიოლამ რომ არსენალს მოუგოს მით უმეტეს ყველაზე მეტი მოგება პრემიერ ლიგაში არსენალის წინააღმდეგა უბრალოდ უხერხულია რა თქმა უნდა უბრალოდ რაც მატჩის შემდეგ მოხდა აი ამ აღნიშნავს გულისხმობ რაღაცა გასახდელში დაგეგმილი მგონია რა იმიტომ რომ ეხლა სიტი და კომაგები ცდილობენ რომ როგორმე ეს სტრესი და პანიკა დათესონ არსენალში იქ ხელა ემოციური ის იყო აფეთქება იყო ვულკანი რომ მაგას აი დამიჯერე წარმოუდგენელი რა იქ მოედანზე საერთოდ ნებისმიერ სპორტში რო ხაჭათ მაგ დროს მაგაზე არ ფიქრობ რა თან მართლა დიდი დატვირთვა ქონდა აქ კი რა თქმა უნდა ნუ ესე ხა ეს არ არიან მსახიობები და არ არის ეს დადგმული სცენა რომ 11-ვე ადამიანად უბრალოდ 16-ვე თავის რაღაცა ითამაშეს არა ეს გამორიცხულია ეს იყო გულწრფელი და საქმეც მაგაშია მარტო იმაზე კი არ არის ხა ესე ვთქვათ დაცდილი მაგ და რაღაც მარტო სრომოწმოებზე არ ვამბობ ზოგადად ეს გადატვირთვა ემოციური აი დადებითი თან ზოგადად კარგი არ არის მე რა მახსენდება, იცი მაგალითად ფრანგებმა რომ 82-ში, თქვენ არ გემახსოვთ 82-ში რომ მას მოიგეს, რა ქვია. ფრანგებმა კი არა. ხო, ფრანგ 86-ში ბრაზილიას რომ მოუგეს მეოთხე ფინალში და სასწავლო ბრაზილიას მოუგეს და ნუ აი იქამდე გოლი არ ქონდა გაშვებული ბრაზილიას და ესენი არიან ჩემპიონებიო და ჰა ფინალში მარადონას არგენტინას შეხვდებიან და იქ ნუ მარადონას ფაქტორი რაღაცა და შემდეგ თამაშზე მიწასთან გაასწორა გერმანიამ, რომელიც ამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა იყო, მაშინ რომელიც ამ მუნდიალზე საერთოდ არავის არ მოწონდა რა და თითქოს აი არაფერს არ მიიღწია. ნუ ესეთი რაღაცები შეიძლება არ შეიძლება ეს ემოციურად წინასწარ თითქოს იცლები. ის ემოცია, ის მუხტი უნდა კონდეს ბოლომდე. და თუ მანამდე გამო სიტის აქ გამოცდილება ეგეთი საჩემპიონო რბოლები მიუყვანია ბევრჯერ. კი, მაგრამ ნუ ახლა მე ხა ზუსტად ვერ გავიხსენებთ იმ იმებს ამ რბოლების დროს ასეთი მე იმას კი არ ვამბობ ვერ მოიგომ და გავჭირეთ რა კი ეს მოიგეს მე. მე აი ამ ემოციურ აი ეს დაცლას ვამბობ. განმუხტვა მოხდა. მათ ეს ჯერ კიდევ ჭირდებათ.
და ეს ისე არ მოხდეს, რომ წინასწარ რომ აი გაფბოუშა გავხდი ჩემპიონი და შემდეგ თამაში გვარდიოლამ ჩართვა დღეიდანვე უკვე mind game-ები არსენალის წინააღმდეგ, რომ ჩვენ ახალი რეკორდი მოხსენით და ახალი მიღწევა გვაქვს, პირველი ჯარიმა დაფიქსირდაო არსენალის მეკარეზეო და აქამდე არ ნიშნავდნენ ამ ჯარიმებს და მოკლედ რაღაც მინიშნებებს უკვე აკეთებს, რომ აი რაღაც არსენალის წინააღმდეგ. მოკლედ რაღაც ფსიქოლოგიური რაში ხელი ეხა ფსიქოლოგიური მეც ეგ მოსულა რა თქმა უნდა. მე თვითონ ხარამესა მე თუ გუნდი და აი ეს ზოგადად კარგი არ არის. არ იყო რა დღესასწაულის მიზეზი ჯერ არა ფაქტია ხო. უბრალოდ არტეტას აი რამდენიმე წლის წინ იყო თუ გახსოვთ, როცა ისევ ესე არსენალი იყო უფრო ახლოს ჩემპიონობასთან და მე მგონი ემირე მოდიში გაწყვეტინება. ცოდავდნენ მიხდის ციკი არა, აი წეგარას დრითის დავიწყე და ჯერ კიდევ ვენგერის დროს სუეცი აკეთებდნენ, ნერვებს უშლიდნენ გულშემატ ვიდეო დაგლიჯავდნენ წინიფეს თითქოს ბახ გამოხდებოდა ფერგუსონის მანჩესტერი მაინც ის გახდებოდა ჩემპიონი. უბრალოდ მე იმის თქვა მინდოდა რომ აი რამდენიმე წლის წინ რეზი როდრიმ რო თქვა ხო გახსოვს ჩვენო ვიცოდითო რომ ყველა თამაშს მოვიგებდითო და არსენალიო ფრის სათამაშო ჩამოვიდა მანჩესტერშიო და იქ 4-1 მოუგო მე მგონი იმან სიტიმ. აქ არტეტას სასიკეთო შეიძლება ითქვას ის რომ ფრეზე არ უთამაშია არტეტას რა. ანუ რეალურად ერთით ერთზეც არ ჩამდგარა არტეტა და სხვა შორის დონარუმას მაგარისეები გვახსენდება, მე ებერიჩიეზეს ძელი გვახსენდება. ანუ არსენალმა თუმცა დონარუმ ამ თამაშის მერე სეივებზე არ ლაპარაკობს. აი რეზია დონარუმას დიდი კრიტიკოსი და მე ჰეითერად ვთქვი. ბარემ მეცა საუბრო. ბარემ პრემიერ ლიგაზე ვსაუბრობთ და თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც გუშინ კი ძალიან გვანერვიულა, იმიტომ რომ ტრავმა მიიღო, მუხლში, ნუ ისე გაირკვა რომ მუხლში დაჯახებია ეგ ბეტო და ღია ჭრილობა ქონდაო, როგორც არნესლოტმა თქვა და დღეს ანუ სერიოზული არაფერი. სამი კვირა მჭირდებაო, მოკლედ მამარდამ. ნუ რაც ყველაზე მთავარია გვეშინოდა რომ ან ხო არ მოიტეხა მუხლი ან რაღაცა, იმიტომ რომ შეჯახება რეალურად ძლიერი იყო. მამარდას რაღაცა დაბალი ღობესავით ხო არ გაიჩითა თქო წინა გადაცემებში ვამბობდით, იმიტომ რომ ინგლისური პრესა ტრადიციულად ძალიან კრიტიკულია თითოეული შეცდომის მიმართ იქ PSG-სთან ეს რიკოშეტით გოლს გავიხსენებდა მაგას ნახავდით დარწმუნებული ვარ და ზოგადად ეს ტრანსფერი მინდა იმის გათვალისწინებით შეგაფასებინოთ რომ ალისონი ფაქტია არ წავიდა და მამარდაშვილი რეალურად სოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიული მეკარე წავიდა მეორე ნომრად თან ძალიან მაგრად ჩატარებული ევროს მერე და როგორ ხედავთ მამარდაშვილის პერსპექტივას ლივერპულში ორივე შემთხვევა გავითვალისწინოთ ალისონი წავა თუ ალისონი დარჩება ნებისმიერ შემთხვევაში ხო, მოდი პირველ რიგში ვთქვათ ის რომ ის რაც ხდება მამარდას თავზე ახლა, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, ხო ჩვენ მამარდაზე შევთქვა გული და ამაში ესაკუთრებით, რომ ინგლისში მით უმეტეს იყო შინახსენ და გეთახმები განსაკუთრებული პრესაა რა, აი არინდობენ რა, არანაირად. მით უმეტეს, როდესაც მიდიხარ გუნდში, სადაც ცვლი ანუ ხა ლეგენდა შეიძლება ძალიან ხმამაღლაა თქვა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ადგილობრივი პუბლიკის გმირს ეს ზოგადად ძალიან დიდი წნეხია და ამისთვის შენც უნდა იყო მზად. ამიტომ მე ამის გულწრფელად თვითონ მამარდა უნდა ყოფილიყო მზად ამისთვის. რომ ეს ეტაპი გაივლით, ეხლა ყველა ბურთს ვერ გადაარჩენ, დავანებოთ თავი რა, ის რაც შეცდომა რა დაუშვა თუ არ დაუშვა. ხო, ეს თავიდან უნდა თუნდა მამარდას რომ ყველა ბურთს შეიძლება რაღაცა ისეთი ბურთი გავიდეს, რომელიც ნუ შეიძლებოდა აი მაგალითად ლიგაზე რო გაუშვა, ხო, რიკოშეტით რო გადავიდა ხა. კი, ხა ცოტა ისე მოვიდათ მას კომენტატორებს ასე ვთქვათ, მაინც შენიანი რო არის თორე. რა თქმა უნდა შეიძლებოდა იმ ბურთის აღებაც. აღებადი იყო, თუმცა იმასაც ვერ იტყვი რომ მეკარის ბრალი იყო, ხო? და რა თქმა უნდა იქ წავიდა საუბარი რომ ალისონი ამას აიღებდა. მე იმას გეტყვით რომ კი შეიძლება აიღო ალისონს, მაგრამ ალისონს დარწმუნებული ვარ ეგეთი ბურთები გაშვებული აქვს. მაგრამ ეს არავინ არ გაიხსენა. ხო, რა თქმა უნდა გაიხსენა, იფიქრეს რომ ის აიღებდა. იგივე მამარდას კი ამ შემთხვევაში ვერ აიღო, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ეგეთი ბურთები აღებული აქვს და მომავალს აიღებს, ხო? ანუ იქ არაფერი არ ყოფილა ისეთი, მაგრამ ეს ბუნებრივია რომ აი ეჭვის თვალით უყურებენ ამას და იმ ლეგენდას, ნუ ასე ვთქვათ, შესწორად თქვი მართლა დაბალ ღობედ ნუ დაბალი ღობეს ხო, ნუ რაღაც ეგ სიტყვა შეიძლება გამოვიყო და მსგავსი რაღაცა რა. ეს საინტერესო სიტყვა გვაქვს ქართველებს და ეს უბრალოდ ეს უნდა ჩვენ მივეჭიოთ რა, ჩვენ ვიცით რომ ესე იქნება, უბრალოდ მამარდა უნდა იყოს ამისთვის და მე ვფიქრობ მზად იქნება. საკმარისი ამის გამოსავალი რა არის? საკმარისი ერთი რომელიმე მაგარი თამაში, მამარდასი, ოღონდ აქ ცუდი რა არის? და რისი ძებალია მამარდა. აქ ძალიან მნიშვნელოვანი გუნდი როგორი თამაშობს. მეკარე ზოგადად არის ძალიან ესეთი დაუფასებელი ფიგურა და ზოგადად მეკარე უნიშნულოვანესი ისა აი მაგალითისთვის გეტყვით და გუნდი თამაშობს მეკარემ გააკეთა 4 სეივი. შეტევაში თავდამსხმელმა
გააფუჭა 4 მომენტი, მაგრამ მეხუთე გაიტანა. ვინ არის ამ მატჩის გმირი? თავდამსხმელი. რა თქმა უნდა. არა და რო დაუგვირდი ხო? ბევრად უფრო გმირია ეს, თავდამსხმელი იქამდე 4 გამაცა და ამან 4 აიღო, ხო? კი ბატონო. მაგრამ ნუ ესია, რა მეკარე ზოგადად ესეთი სხვა ჩვენში რასად როდის შეეთხელ მოვიდა ესეთი კითხვა. ძალიან კითხავს ვერ გავიხსენებ, მაგრამ ძალიან მომეწოდა თვითონ კითხვა რა. ნუ ხვდებით რომ პასუხი იყო მეკარე და კითხვაში იყო ორი რაღაცა მახსოვს განსაკუთრებით კარგად რომ მას თვალებში უყურებენ წრები, ხოლო მისი მეგობრები ყველანი მას ზურგს აქცევენ. ხვდები ანუ შენიანები ზურგით არიან ისინი და მის ქვემოთ მის ფექვეშ ბალახის არ ხარობს ეს რაზეც თავი ეხლა ნუ ეხლა ტექნოლოგია ისია რომ მინდოს არ ეთქვა მაგრამ ადრე რომ გაცვეთილი იყო მეკარის სადაც იდგა იქ საქართველოს ჩემპიონატებზე დავდივარ და მაგას ვხედავ ახლა ეხარი ხო ხო და ამიტომ ეს მართლა ასია რა მეკარე განსაკუთრებით აი მძევალია თუ გუნდი სულ რო გაიგიშოს თავი მამართა აი 1000 სეივი რო გააკეთოს თუ ლივერპული ვერ დალაგდა და თამაშის მოგება ვერ დაიწყო აი მაინც მამარდაზე გადატეხავენ რა ჯობს რა. როცა შეიძლება საერთოდ შუაში იყოს ხო მამარდა რა შუაში უნდა იყოს წინ გოლი ვერ გაიტანე ხა მამარდა რა ხნას ხო? თუ ალისონი დარჩა ბატონ ლადო თქვენ რო იყოთ რაღაცა მრჩეველივით მამარდასთვის დარჩებოდით თუ თქვათ არენდაზე იფიქრებდით უფრო? თუ ალისონი დარჩა მაგალითად ნუ ერთი წლით აქვს შეძლება რომ დარჩეს უბრალოდ იწერება რომ რამდენიმე გუნდი ცდილობს რომ წაიყვანოს რა. მე საერთოდ არენდის მომხრე არა ვარ სიმართლე. სკამზე ჯდომა-ჯობია და ცოტა პრაქტიკა. საერთოდ მაშინ მე საერთოდ არენდის ის არა ვარ რა მე თუმეტეს თუმცა მე მგონია მაინც ალისონი წავა და ვფიქრობ თავარია გუნდი დალაგდეს რა. ანუ მან მე რა ხდება თუ გუნდმა ვერ იპოვა თავის თამაში და დაიშალა კი არა მოკლედ ვერიგეს თამაშებს უკვე დადგება ეს კლუბი გადაწყვეტს რომ ის სერიოზული ცვლილებები გააკეთოს ამ წმენდის დროს შეიძლება მამარდაც მოყვეს ამ წვეტაში ეს არ ნიშნავს რომ მამარდაც კი არ დააბრალებენ ისინი მაგრამ ზოგადად როცა გუნდს წმენდა მოყავს ახალი სამწუხაროდ გუნდი ისინი მათ თავის ხედვები აქვს შეიძლება სხვა მეკარე აქვს სულაც გათვლილი ხდებია ამიტომ რომ მამარდაც უბრალოდ ამიტომ ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ლივერპული ათამაშდეს მამარდასთვის არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის რა თქმა უნდა როგორც მამარდას მუშებად კი რა თქმა უნდა თორე ყველაფერი მე ფიქრობ ალისონი წავა და ნუ მამარდას რა თქმა უნდა იქნება ისაც ძალიან ცუდოს მიიღოთ რა მაგრამ გაივლის და ისევ ჩადგება უბრალოდ თორე წინა თამაშს რომ მამარდას ჩვენ ეჭვი არ გვეპარება კი ახლა ყველა იმას 100%-ით ყველა დაუღრებელს ვერ აიღებს იქნება გაშობილი გოლები მაგრამ ჩვენ ვიცით რომ აუგით შეუძლია ძალიან კარგი თამაში ნუ მეკარის პოზიციაზე ოღონდ გუნდი უნდა თამაშეს და დაცვა უნდა დაალაგდეს პირველ რიგში დაცვა და არა მარტო დაცვა ზოგადად გუნდმა უნდა დაიწყოს მოგება ეს არის ინგლისელი გულშემატკივარი ეგეთია რა დაიწყებს გუნდი მოგებას სურო ფაბიენ ბარტეზი ყავდა მანჩესტერ იუნაიტედს კარებში ნუ არ ვიცი ხა მე ბარტეზის მე შეიძლება გავანაწყენო მაგრამ იგებდა მანჩესტერი და ეს კი უშვებდა რაღაცა საუგოლებს მაგრამ იგებდა მანჩესტერი და ბარტეზის უყვარდათ კი ბატონო ეს რაღაც კითხვა მქონდა მე მგონი რაღაც თემის შემოგდება სხვა არაფერებს რო ვიფიქრე ისე მოემზადა ხო შემდეგი თემა პრინციპში რა ხდება ბოდიში კიდე დამოვიტყვე ბოდიში გადაწყვეტინე აი იგივე ხო დონარუმამ რა შეცდომა დაუშვა ნუ ახლა ამ შეცდომაზე არავინ არ ლაპარაკობს და მამარდა იმას რატო ვერ მიწდა ხო აი რეზი ლაპარაკებს დიდი ხნის განმავლობაში რეზი ხო მაგრამ იქ მაგას იმიტომ რომ გუნდმა მოიგო და რაში აინტერესებთ იქ მინდა შეცდომა დაუშვა თქვენ ახსენეთ რომ ძალიან დიდი ხანია ფეხბურთს უყურებთ და განსაკუთრებით ის პერიოდი გასვა აი 2000-იანების დასაწყის შევეხები უფრო უყურებდი ეხლა უფრო ის ხშირად არ უყურებ თანამედროვე პერიოდში ძალიან ხშირად გვესმის შედარება თანამედროვე ფეხბურთის და თქვათ 2000 წლიანების დასაწყისში, იმიტომ რომ თანამედროვე ფეხბურთი რაღაცა მოიცვა პრაგმატიზმმა, უფრო თითქოს შედეგზე ორიენტირებული და სანახაობა მოგვაკლდა. მინდა ამ ყველაფერში ტკბილ ლუკმაზე ვისაუბრო, ხვიჩა კვარაცხელიას გულისხმობ, იმიტომ რომ ხვიჩა კვარაცხელია რეალურად არის აბსოლუტურად განსხვავებული სტილის ფეხბურთელი, ლამინი ამალთან ერთად ჩემი აზრით პირველ რიგში, მაიკ ლოლისა და ასე შემდეგ. უბრალოდ ის რომ თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი სუპეროსლავი არის ქართველი, აი მაგ ჭრილში მინდა თქვენი აზრი მოვისმინო, რას ნიშნავს ზოგადად ეგ საქართველოსთვის პირველ რიგში და გუშინ დარწმუნებული ვარ ნახავდით ხვიჩას სასწაულ გოლს და ეს PSG უკვე აშკარად ხვიჩა კვარაცხელიას PSG-ა და ხვიჩას რაღაცა ზედა ზღვარისად შეიძლება იყოს, იმიტომ რომ მე ღრმად მწამს რომ ხვიჩას პრაიმი, როგორც ვამბობთ ხოლმე, ჯერ კიდევ წინ არის რა. ანუ მიუხედავად იმისა, რომ 25 წლისა ფეხბურთელი ვიცით რომ რაღაცა 28-29 წლის ასაკში შედის პრაიმში და იქეთკენ მივდივართ რომ ხვიჩა ეხლა სასწაულ ფორმაშია და აი წინ რა გველის რა შეიძლება გველოდოს წინ თქვენ გამოცდილი კაცი ხართ და მაინტერესებს უბრალოდ სად შეიძლება ვხედავდეთ ხვიჩას ჭერს ხო ნუ ჯერ თვითონ ფეხბურთის განვითარებით დავიწყო ზოგადად ფეხბურთი აი
შემიძლია ვთქვა, რომ სულ სხვადასხვანაირი ფეხბურთი იმას დანახე ხა, რომ შევადაროთ. მე არ ვიცი ხა პრაგმატულს რას ვეძახით, მაგრამ დღეს რო ფეხბურთი არის კარგი, ну, კარგი ფეხბურთი იყო, მაგრამ სანახაობრივი და ძალიან ლამაზი და ლაღი 80-იან წლებში, ნამდვილად იყო დასაწყისში განსაკუთრებით. თუმცა ამის შემდეგ წამოვიდა ძალიან სიხისტე, გახდა უკვე თითქოს დაცვა იმარჯვებდა, აი ერთი პერიოდი საერთოდ 90-იან წლები იყო და დაახლოებით 2000-იანებამდე მივიდიოთ, როდესაც თქვა სტატისტიკურად დათვალეს და 80% გოლების 80% გადმოვიდეთ გადიოდა სტანდარტული მდგომარეობიდან, ფაქტიურად თამაშზე გოლი არ გადიოდა რა. სტანდარტ ანჯარინები, პენალტები, კუთხურებიდან ჩაწოდება და ასე შემდეგ გულისხმობ. რა და თითქოს თამაში ისე დონეზე მივიდიოდა, დაცვის თამაში მივიდა, ორგანიზებული დაცვის თამაში, რომ შეტევა თამაში რამოს ვერ გაქონდა, ვერ გაქონდა. და ძალიან სხვა შეშფოთებული იყო მთელი საზოგადოება. იტალიური ფეხბურთის დომინაციის პერიოდი იყო. დაახლოებით ეგ პერიოდი. თუმცა ნახეთ რომ გადალახა, ფეხბურთმა გადალახა თვითონ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ერთმანეთის შეტევა რომ ასე ვთქვათ, დომინირებს, შემდეგ დაცვა იხვეწება. წერან რომ ვთქვით, ხო, წაგებული უფრო მეც სწავლობს რა, როდესაც შეტევა ჩაგრავს დაცვას, იდარგი და დაცვა უმატებს. რა თქმა უნდა. მერე უკვე პრობლემა აქვს შეტევას და ასე შემდეგ. დღეს საბედნიეროდ ისეთ პერიოდში ვართ რომ ნუ მე მსგავსი რაღაცა მე წვდეთ ხალხო, აი წლების 10 წლეულების განმავლობაში აჩვენებდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და ნიდერლანდების, მაშინ ჰოლანდიას ეძახდნენ 74 წლის ფინალს, როცა დაიწყო თამაში ჰოლანდიის ნაკრებმა და ბურთი სულ ამათ ჰქონდა და პენალტი აიღო. ანუ ის რომ შეტევაში ამდენჯერ შეეხო ერთი გუნდი და საბოლოო ჯამში გოლამდე, ნუ პენალტამდე, მაგრამ საბოლოო ჯამში გოლამდე მივიდა, ეს იყო საოცრება. დღეს შეხედეთ რა ხდება. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. მე მოფხაზავენ, ხო? ხაზავენ. უბრალოდ მსგავსი რაღაცა მეწმე 80-იან კი, ფინტი რაღაცა მარადონამ რომ მოატყუა იქ 90-ში ყველა ესენი ხდებოდა, კი. მაგრამ ესე რომ აი ესეთი ფლობა ბურთის და ესეთი იუველირული ტექნიკა, ესეთი არ ხდებოდა რა მეწმეთ. თქვენ თვლით რომ ფეხბურთი ეხლა პიკშია? იცი რა, მოდი ნუ ჩავთვლით ეგრე რა. რა თქვინდა რომ იყოს პიკში? იყოს კიდე უკეთესი. მე რაც მინახავს პიკში იყო კოვიდამდე. მერე დაიწყო უფრო ფიზიკურობისკენ გადასვლა, მაგრამ ეხლა რაც არის, ეს ბევრად წინაა ვიდრე 2000-იანების ფეხბურთი. 2000-იანების ფეხბურთი იყო, აი მე რომ მინახავს, მაშინაც მახსოვს და მერე ახლაც რომ მინახავს ძველი თამაშები, აი სამპას ვერ აბამდენო, ეგეთი თამაშია. ხაოსი მუდმივი, ბურთი იკარგება ყველა ეპიზოდში და იქ ვიღაც დიდი ბურთი ვინმე ვიღაც რომ რაღაც ინდივიდუალურად გააკეთებს, ამიტომ ახსოვს ყველას ის ხალხი. მაგას ამბობ, ხო და ახლა ყველა აკეთებს, ამიტომ ეხლა შეხედეთ რა. საერთოდ დონემა ეხლა გოლები გადის, როცა ადრე გადიოდა სეზონში 1-2 და ამას ატრიალებდნენ მერე და ახლა გადის. ყოველ შაბათ-კვირას ფაქტობრივად. უბრალოდ ფიზიკურობისკენ ახლა რატომაც წავიდა, ამას ბევრი ფაქტორი აქვს. სპორტი წავიდა, სხვადასხვა თუ დაუკვირდები, აბსოლუტურად ყველა სპორტში ატლეტიზმი, რაც უფრო პროფესიონალიზმი და ხო, აი მე ატლეტიზმის ზოგადად ატლეტიზმის ფასი მატულობს რა. მე მაგალითად რამდენიმე ის მაქვს ერთი რომ ტექნოლოგიები განვითარდა იმდენად. ანუ თქვათ რაღაც 15 წლის წინ მილანის დონის გუნდიც კი თქვათ რაღაც სპეციას რო ხდებოდა, ტექნიკური კამერით არ ემზადებოდა, ამ თამაშს ემზადებოდა, ჩვენ რო უყურებთ სატელევიზიო კამერით. ახლა უკვე ყველგან ის კამერა და როცა დეტალურად სწავლობ მოწინააღმდეგეს უფრო მის ჩაშლაზე ხარ ორიენტირებული პლუს ჩვენ რო ვიძახით ამ მწვრთნელების თამაში გახდა ფეხბურთი ხო? ანუ ფეხბურთი არის თამაში დროსა და სივრცეში. მწვრთნელი თამაშს უყურებს სივრცის კუთხით, ხო? მე მაქვს რაღაცა 105-68-ზე მოედანი და მე სივრცე უნდა დავიკავო რაციონალურად. დრო მისთვის არის რაღაც ისეთი მეტაფიზიკური განზომილება, რომელიც დრო მნიშვნელოვანია კონკრეტული ფეხბურთელისთვის, აი ერთ-ერთ დრო დგას ვიღაცასთან, იმან დროით უნდა მოატყუოს ის ფეხბურთელი, ან აჩქარდეს, ან შეანელოს ტემპი, ან პაუზა დაიჭიროს, ან რაღაც. სივრცე მწვრთნელისთვის ამ თავარი, როგორც თავარ სარდალებით უყურებს ამ მოედანს, რომ როგორ უნდა მოუგო და პლუს კიდე მეორე რაღაც შეიძლება რაღაც პლუს ტაქტიკური კუთხით ახლა გულშემატკივარი არის ყველაზე მე ვთქვი ეს გულშემატკივარი ვინც ახლა უყურებს ფეხბურთს არის ყველაზე მაღლა. ტვიტერზე რო შევიდეთ ვიღაც ვიდეოს ვიპოვეთ რომ 5 გზა როგორ გავხსნათ დაბალი დაცვითი ბლოკი რომელიც ადრე არ იყო ხა ეგეთი ის ადრე უფრო ფეხბურთელებზე იყვნენ მორგებული გულშემატკივრები და ნუ ბევრი რაღაც შეიძლება ამას ფილოსოფიური მიზეზებიც ჰქონდეს, რავით, YouTube-ზეც რო რამდენჯერაც შესულა პირველი 10 ვიდეო ისე რომ რენდომად ჩამოსკროლა, ერთი მაინც იქნება რომ ვიღაცის რაღაც მითის დაანგრევა, რაღაცის გაშიფრა, რაღაცის გამოვლენა, ანუ დეკონსტრუქციაზეა თვითონ ადამიანის ორიენტირებული და ნუ ჩაშლაზე უფრო წავიდა ფეხბურთი და ამას მე ბევრმა რაღაცამ შეუწყო ხელი ხუთმა შეცვლამ და ბევრმა რაღაცეებმა. თუმცა ნახე, აი დღეს ვინ არის წამყვანი გუნდები?
აი და ვინ იგებს? ხო, ვინც, რაშიგანაშიგის სამშობლოებიც იგებენ, მაგრამ მოდი ნახეთ. ხო, Paris Saint-Germain, ხო, Bayern-ი. Barcelona, Real-ი, Bayern-ი, ხო, რომელიც შეტევაზე ჩამშლელი, ხო, ხო? ანუ დიდ წარმატებას და დიდ უდიდეს მიზნებს, რა თქმა უნდა, ერთი ფეხბურთი იმიტომ გიყვარს, რომ ზოგჯერ არის ანდერდოგები იგებენ იქ, ბოლოდნელობები, ყველაზე მეტი ფეხბურთია, ხო? რაგბიში, კალათბურთში ხა Dream Teams ვერ მოუგებს, რა ქვია, იმის ნაკრები, რა ქვია, ჩეხეთის, ხო, მაგრამ ფეხბურთი შეიძლება მოუგოს, მაგალითად ჩვენ გვახსოვს, ჩვენ რომ მოუგეთ ესპანეთის ნაკრებს. თან მაშინ არ ყავდა ხო საუკეთესო ნაკრები, მაგრამ მოუგეთ. ხდება ესე ფეხბურთში. კი, ესეთები ხდება, მაგრამ მასიურად დომინანტი გუნდები ხდებიან შემტევები. კი, გეთახმებით. ანუ ისე ფიზიკურობისკენ მახსოვს რომ პირიქით იყო ადრე. ყველა სპორტი წავიდა ფიზიკურობისკენ, ეს ამას მედიცინას და ამ რაღაცებს უკავშირებთ, უფრო აღდგენებს და ჯერ ერთი სპორტი მაინც არის ნებისმიერ სპორტში მე არ გულისხმობ ხა სამაგიდო თამაშებს და ჭადრაკს და რაღაცას არის ფიზიკური კონტაქტი, არის ელემენტარული კონტაქტი თუ არ იყოს, არის ასე ვთქვათ ენერგიის ხარჯვა, ფიზიკური ძალა, სისწრაფე და ბუნებრივია, ნუ ყველამ გაიგო რომ ეს ძალიან ყველა სპორტში დამტკიცდა რომ ფიზიკას დიდი მნიშვნელობა აქვს. პლუს თქვენ ახსენეთ ტექნოლოგიები და ზოგადად სამედიცინო სპორტული მედიცინა და სპორტული ფარმაცევტიკა განსაკუთრებით ეხლა როგორც არის განვითარებული რა სასწავლებს აკეთებს რა ხა შემთხვევით არ არის ხალხო რომ ეხლა ლებრონ ჯეიმს რო უყურებთ ეხლა კრისტიანო რონალდოს რო უყურებთ ეხლა აი ეს სხვა სპორტებში ისე შეგვიძლია 40 წლის და გადაცილებულები არიან ჩვეულებრივი 80-იან წლებში 30-ის რო ხდებოდა ფეხბურთელი 30 წლის უკვე იყო უკვე ვეტერანი აი მაგაზე სულ მახსენდება მარადონა რო გემახსოვრებათ 94-ის სოფლიოზე რო წავიდა 15 კილო რო დაიკლო და უკვე კარიერა ხო 3 წლის დამთავრებული ჰქონდა იმ სოფლიოზე იყო 34 წლის და 35 წლის მოიგო მესიმ პრაიმში თამაშა და რაღაც ეგეთ იმაზე ხო არა მართლა ეგრეა ახლა 30 წლისები პიკში შედიან ფაქტიურად რა და მაშინ ის იყო ნუ ეს აი ტექნოლოგიების დამსახურებაა სწორედ რომ არა მარტო ტექნოლოგია ზოგადად აი ფიზიოთერაპია იოგა რაღაცები ნუ ხო აღდგენებიდან ყველაფერი მე ერთ კითხვას დავამატებ ასე ვთქვათ მანამდე აუცილებლად უნდა ვთხოვოთ რომ დალაიქონ ეს ვიდეო და გამოიწერონ ჩვენი YouTube არხი ესეთ საინტერესო საუბრებისთვის მე მგონი ვიდეო ლაიქს აუცილებლად იმსახურებს და პლუს ჩვენ არხის გამოწერას იცი რა მინდა კითხოთ ხვიჩა კვარაცხელიაზე კითხვა ვალი გავხსოვთ და ჩავასწორებ ჩავაკორექტირებ საქართველოს სპორტულ სოფლიო რუკაზე ასე ვთქვათ უეჭველი უნდა კითხოთ და ამ კითხვაშივე ჩავსვამ ასე ვთქვათ ილია თოფურიას და მერაბ დვალიშვილს იმიტომ რომ თქვენ მინდიამ გიორგი ბუჩუკურმა ანუ მე არასდროს ვერ წარმოვიდგენდი რომ ექსპორტი შემიყვარდებოდა რა და თქვენ დამსახურებით ასე ვთქვათ ძალიან გადავეშვი მოკლედ და შაბათს თქვენთან ერთად ვათენებ ესე რომ ვთქვათ მაგრამ ყველაზე თვალშისაცემი არის ის რომ რაღაცა თითქოს ამ ქართველებმა სპორტული თვალსაზრისით ის მენტალობის და ფსიქოლოგიური პრობლემები რაც ჰქონდა წლების განმავლობაში გადავტეხეთ და ეხლა ძალიან ბევრ სპორტში რაღაცა უმაღლეს კვალიფიკაციაზე დგანან ქართველები ხო აი მაგ ჭრილში მინდა განვიხილოთ რისი და ვისი დამსახურებაა ეგ რომ თუ 20-25 წლის წინ ელემენტარულად ფეხბურთის მაგალითად რომელიმე მატჩის მოგება სასწაულად მიგვაჩნდა და შეუძლებლად მიგვაჩნდა და ეხლა უკვე ოქროს მეტი ინდივიდუალურ სპორტებში ჩემპიონთა ლიგის მოგების გარდა არაფერი არ გვაკმაყოფილებს და სოფლიოზე რო ვერ გავდივართ ამაზე ვბრაზდებით. როცა წლების წინ მე-5 ადგილს თუ ვიკავებდი, მე-4 ადგილს თუ ვიკავებდით 5 გუნდიან ჯგუფში ბედნიერები ვიყავით. არა, მაინც ბრაზდებოდით. მაინც ბრაზდებოდით. უბრალოდ იმედი არ იყო და ეხლა იმედია. მენტალობაზე მინდა კითხოთ, მოკლედ ფსიქოლოგია, მენტალობა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ ბოლო პერიოდში რა ამ თაობას რეალურად რაც თქვენ თვალწინ გაიზარდა, მოდი ესე ვიტყვი. ხო, მოდი იქიდან დავიწყოთ რომ ზოგადად სხვადასხვა განსაკუთრებით ფეხბურთში ის მადა ყოველთვის ჰქონდა. და ამის მიზეზი ის იყო რომ პირველად რომ დამოუკიდებელი საქართველოს გავიდა ასპარეზზე, ისე მოხდა რომ მე ვთვლი რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საქართველოს ნაკრები ფეხბურთში ყველა საუკეთესო გუნდი იყო სწორედ მაშინ 95 წელს. და ნუ მაშინ აი მართლა სასწაული ხდებოდა, ესე იგი წარმოიდგინეთ ჯგუფში ყავდა იტალია და ინგლისი გავედით მესამე ადგილზე და რას ქვია როგორ ვერ გავედით მეორეზეო. მანამდე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და ბულგარეთი ყავდა, სტოიჩკოვის ბულგარეთი, რომელიც მეოთხე ადგილზე გავიდა სოფლიოზე და იქაც მესამეზე გავედით, თან ვიბრძოდით ბოლომდე რა, აი ბულგარეთი გამოგვედგო რა და ნუ რაღაც არ გაგვიმართა, აი მოლდოვასთან დავკარგეთ გულები და ვერ გავედო რას ქვია და ნუ უბრალოდ პირველი სეზონი ისეთი იყო რომ მართლა ხალხმა მაშინ უფრო დაიჯერა რომ ჩვენ ფეხბურთი ბრაზილიელები ვართ. ნუ მერე მოხდა მოგეხსენება და ნუ რა ვიცი ლამის აკრძალვას ითხოვდა ფეხბურთი. კარტოფილის დათესვას დინამოზე ხო. თუმცა საბოლოო ჯამში, რაზეც შენ ისაუბრე, ამის მიზეზი არის მაინც რა თქმა უნდა მენტალური, ასე ვთქვათ, გაჯანსაღება, მოდი ასე ვთქვათ.
უფრო შეგვიძლია ეს დავაბრალოთ, რომ ეს თაობა უფრო არის ევროპულ დასავლურ ასე ვთქვათ აიდაზე გასულ სივრცეში მოხდა ხო განკი შეიძლება აქ იყვნენ და არ წასულან არც სიტუაცია მაგრამ განათლების სისტემა ეს აღზრდის ეს ფასეულობები მაინც უფრო იქაური ქონდა ხო ღირებულებები ამდენ ხნის განმავლობაში მაინც ევროპულ იმას ვცდილობდით იქ სასწავლო სისტემაში შემოვიტანეთ განათლების სისტემაში ყველგან ვცდილობდით ეს ბავშვები იზრდებოდნენ მაინც იგივე ჩვენ რო პროფესიონალიზმს ვთხოვთ პროფესიონალიზმი ჰაიდან არ მოდის რა იქიდან მოდის ეს ხვიჩა ყვარაცხელია ჩემი აზრით თუ არ გამოსულიყო ფეხბურთელი და გამოსულიყო რა ვიცი ქირურგი არა საერთოდ სპორტსმენი ქირურგი გამოსულიყო იქაც ესეთი ის იქნებოდა აი ესეთი კონცენტრირებული მე თავის შრომაზე თავის თავზე რომ იყოს საუკეთესო ხო ნუ ასეთები არიან ეს ძალიან კარგია ის რაც გვაკლდა ჩემი აზრით აი ბაში წინათაობებს და რა თქმა უნდა ტალანტია დიდი ხვიჩა ყვარაცხელია თუმცა არა მარტო ხვიჩა სხვა ფეხბურთელებიც აი აჩვენებენ ამ პროფესიონალიზმს ხო წინათაობებში ყავდა ჩვენ კარგი ფეხბურთელები იმაზე არ ვსაუბრობ მე საერთოდ მაშინ კიკლაძე არველაძეების ნაკრებს ის მართლა ვფიქრობ რომ საუკეთესო ნაკრები იყო მართლა და კი რა თქმა უნდა ეს ნაკრები გავიდა დიდ ტურნირზე და ის ვერა მაგრამ ის თქვა რომ ეს ნაკრები გავიდა ერთა ლიგით ხო ხა შესარჩევი ტურნირიდან ხო მაშინ რო ყოფილიყო ერთა ლიგა დარწმუნებული ის ნაკრების გავიდა ხო და მაგრამ ის შეუძლებელია და ის არ დავინახოთ მართლა რომ ეს ბიჭები თამაშობენ აი რომ უყურებ რო არ ვიცოდე ადრე რო ეთყობოდათ ქართველებს რომ თავის უყურებს რომ ჩამოყრიდნენ როცა გოლს გაუშვებდნენ რაღაცა ესენი არიან ახლა ძალიან ისეთი პროფესიონალები და მე ამას მართლა აი სხვა გარემოში გაზდას იმიტომ 90-იან წლებში გაზდილი ნუ მაინც გინდა გქონდა რა ეს დამარცხებულის მენტალიტეტი ხო ეხლა როცა დამოუკიდებლობის მერე განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ხო ეხლა საშინელ პირობებში რომ ვარჯიშობ მე წყალსაც ტანცაც ვერ ვივლებ მიდიხარ შუქი არ არის იქ რაღაცა ნუ გინდა არ გინდა მე თან მეორე მომენტია მე იქ ხდებოდა უკვე სხვა სოციალური ისინი იყო მნიშვნელოვანი ანუ ფეხბურთელისთვის უფრო მნიშვნელოვანი ის კი არ იყო რომ ფეხბურთელი გამოვიდე მაგარი უფრო ის იყო ყოფით ისინი იყო მნიშვნელოვანი რომ აი ოჯახს უჭირს და მოდი როგორც კი მე რაღაც კონტრაქტი ისქენი მოდი ხა უჭირდა და თავარი ის იყო ანუ შენ მიზანი შესრულებული ამიტომ შენ რაღაც შემოსავალი ნახე და ეხლა შენ ოჯახს დაზე დააყენე. ეს არ შეიძლება ხვიჩა ყვარაცხელიას რომ ეხლა ის კონდეს აფიქელო ოჯახი როგორ ვარჩი მე იმას კი არ ვამბობ დარწმუნებული ვარ რომ ეხმარება და ყველაფერი მაგრამ ეს რო იყოს მისი თავუპირველეც მიზანი და ამაზე რო ფიქრობდეს ეს აისახებოდა მის თავს. ფეხბურთელების სტილში კიდევ ერთ აი ამას სულ ვამბობ და ეხლაც ვიტყვი თქვენას ფიქრობთ მაინტერესებს როგორც კი რუსეთის ბაზარი ჩაიკეტა ფეხბურთელებისთვის ეგრევე პროგრესი დავინახეთ რა. აი ზუსტად ის ყოფითი პრობლემები რაც იმ დროინდელი ფეხბურთელების თავარი გადასაჭრელი იყო, თავარი საფიქრალი, ასე ვთქვათ, ძალიან მარტივად გვარდებოდა რუსეთში. ანუ რუსეთში ჰქონდათ ფეხბურთელებს ხელფასი, რომლის მაგალითად მეოთხედი შეიძლება ქონოდათ ევროპაში და იქ ბევრ ფეხბურთელს ჰქონდა ოცნება, რომ აი ახლა თავარია რუსეთში წავიდე, მაგალითად თუნდაც მეორე ლიგაში, ხელფასი მექნება იმდენი, რომ საქართველოში მერე დავბრუნდები რაღაცა 5 წლის მერე და კარგი ამის მაგალითებით შემიძლია მოვიყვანო ფეხბურთელებს, უბრალოდ არ დავასახელებ და როგორც კი რუსული ბაზარი ჩაიკეტა, რაც ომმა მოიტანა ამ შემთხვევაში ეგრევე ქართული ფეხბურთის პროგრესი დავინახეთ. კი. მე მგონი რომ არის ამ ორ ფაქტ შორის რაღაცა კავშირი ასე ვთქვათ. მიუხედავად იმისა, რომ ის დასავლურ ღირებულებებში აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ეს ცალსახად სხვა თაობაა, ვიდრე მაგალითად ის თაობა, რომელსაც უკრაინამაც იგივეა, ნუ კავშირშია ერთმანეთთან რა, იმიტომ რომ იქ იმ სამყაროში მაინც რჩებოდი პოსტსაბჭოთა როგორც საქართველოს გასაგებია რაღაც შეიძლება დენი იყო და ჩვენთან არ იყო და ამ ხრივი უკეთესი იყო და რაღაც მაგრამ მაინც მენტალობაზე იგივე იხდებოდა იქ. აქ ვერად ფუფუდებას ვერ მიცემს ერთ-ერთი ქართველი ფეხბურთელი ახლა სადღაც ევროპაში, რომ იქ რაღაცა ოდნავ სადღაც მოეშვას, რაღაცა გადაერთოს სხვა, ასე ვთქვათ, არასპორტულ მიზნებზე დამთავრდება იქ ძალიან მალე. ისევე როგორც ძალიან მალე იყო აღმავლობა, მალე დაიწყება დაღმავლობა. რუსეთში ეგრე არ იყო. ზუსტად, მეც ეგრე ვფიქრობ. საქართველოს ნაკრებზე კითხავთ. პერსპექტივაში ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ბოლო პერიოდი რაღაცა რეგრესისკენ წავიდა ყველაფერი, ამას ვილისანიოლის კრიტიკა მოყვა ძალიან სერიოზული. თქვენი თქმის არ იყოს, აი, მადა გქონდაო, ეხლა გაათმაგებულად გვაქვს ესმა და იმიტომ რომ რეალურად ვნახეთ შედეგი, ხო? ერთა ლიგა მოდის ძალიან სერიოზული ტურნირი, ასე ვთქვათ, რითაც გავედით და იმედი გვაქვს რომ კიდე გავალთ. საქართველოს ნაკრებზე კითხავთ და აი, ეროვნულ ნაკრებზე რო გეტყვით, მე
კიდევ ერთ კითხვას დავამატებ და ხვიჩაზე თან PSG-სთან მიმართებაში ვალი მაქვს. კი ბატონო. ხო, რაც შეეხება, იცით რა, ნაკრებს, მე არ ვთვლი, რომ ჩვენ გვაქვს რეგრესი, უბრალოდ ევროპაზე წინვალე გამოსვლის შემდეგ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს არის ჩვეულებრივად ეს არ არის ჩვეულებრივი რაღაც. ჩვენ ემარ ევროპაზე რაც გააკეთეს, ის იყო ფანტასტიკური რაღაცა და პირველივე ეტაპზე ესე შევედით ევროპაზე დავრჩით, ეგრევე გავხდით ევროპული გრანდი, ხალხო ესე ვერ იქნებოდა ესე ვწოდნოდა ჩვენ. სიმართლე გითხრათ, მე ის უფრო გამიკვირდა, რომ ევროპის მერე თითქოს რომ გაგზელდა მოგებები. ჩეხეთი რომ მივაყოლეთ და ალბანეთი რაღაცა მართლა ცოტა მეც ცოტა შევედი ეიფორიაში. თუმცა ყოველთვის თავს ამშვიდები რომ ეს ესე ვერ იქნება, იქნება წაგებები. ჩვენ კი არა ისინი აგებენ. და აქ უკვე ჩვენ უნდა ასე ვთქვათ სათანადოდ მოვიქცეთ ასე ვთქვათ. ჩვენ გულისხმობ გულშემატკივრებს და იგივე ავი ჟურნალისტებს ეხება და ყველას რომ როგორც მოგებისგან რომ ჩავთვალეთ რომ ჩვენ მოკლედ ბრაზილიელები გავხდით და 70-იან წლებისთან ბრაზილიელები და წაგება ჩვენი არ შეიძლება, ნუ ასევე ერთ წაგებაზე ეს ხო არანორმალურია და არასწორია, ასევე ერთ წაგებაზე და თუნდაც ორ წაგებაზე კოკოლას დაყრა ამათით არ შეიძლება რა. ჩვეულებრივად ჩვენ თავარი რომ გავიგეთ გემო, ყველამ გაიგო რომ ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ ხალხო ცოტა ხნის წინ საერთოდ ვთვლით რომ ფეხბურთი არ იყო ჩვენი საქმე. ხო და გაიგო ყველამ რომ კარგათაც ვთამაშობთ. თან ხა ერთ რამეს მოდი პირდაპირ ვთქვათ რა დღეს მარტო ფეხბურთი არა, ყველა პოპულარული და მასიური სპორტი რაც არის, ძალიან არის დამოკიდებული ფინანსებზე და სოციალურ ფაქტორებზე ქვეყნის. და ქვეყნის მასშტაბებზე და სიდიდეზე. ურუგვაია და იყო გრანდი მსოფლიოსი ფეხბურთის, ხო? დღეს აღარ არის, იმიტომ რომ პატარა ქვეყანაა და არ არის რესურსი, ხო? ჩვენ გვინდა ახლა რაღაც საქართველოს ყოველ ჯერზე იყოს იმაში 4-ეულში ევროპის და ის. და თან სხვა სპორტებშიც კარგი იყო. თან ყველა სპორტში, ხო? და ყველაფერი ძივროში ყველაფერს ვიგებდეთ, იყო რამში ყველაფერს ვიგებდეთ და ხა მე ვფიქრობ რომ რასაც ვაკეთებთ, ეს ძალიან მაგარი შედეგია და ძალიან სპორტული საერთოდ ნიჭიერი ხალხი ვართ ეს ამას იმიტომ რომ მართლა ნიჭიერი ვართ გვაქვს უამრავი ნაკლი რომელიც ამ ჩვენი ნიჭიერების რეალიზაციაში გვიშლის ხელს მაგრამ ნუ ესე იდეალური არავინ არ არის და რაღაც ნიჭი გაქვს მოძალებული რაღაც უარყოფითი რაღაცები გექნება ხო და ეს პრინციპში ამას გაგეცი პასუხი და ეხლა PSG-სთან მიმართებაში სხვათა შორის აი ხვიჩა კვარაცხელია მართ გეთანხმები რომ უკვე PSG კვარაცხელიას გარეშე აი კი არის ზილე დუე იქ არიან ვიღაცები მაგრამ აი დუეს გარეშე PSG მე კი არა დარწმუნებული ვარ PSG-ს აი ფრანგულ შემატკივარსაც წარმოუდგენი. ნუ შეიძლება იდეაში წარმოუდგენით ახლა ხვიჩას გარეშე წარმოუდგენა, მაგრამ რეალურად ხვიჩას გარეშე გუნდი აი ძალიან ასე ვთქვათ მესამედი აკლდება ჩემი აზრით და მესამედი რას გულისხმობ ახლა არა მე იმას არ ვამბობ მესამედს აკეთებს მოიგებს ხვიჩა. აი დააკვირდით ხვიჩა რო იღებს ბურთს რა ხდება. ხვიჩა რო იღებს ბურთს მეტოქის ორგანიზებულ, ასე ვთქვათ, დაცვით ფეხბურთს ვამბობ, იმიტომ რომ თანამედროვე ფეხბურთში მარტო დაცვა არ იცავს, ხო? მარტო წველები არ იცავენ, ზოგადად. ხდება აბსოლუტური ქაოსი. ეხლა სივრცეები ახსენე, შენ როგორც შეტევაში ცდილობ სივრცეები შეავსო, ასევე დაცვას, ხო, დღეს აღარ არის, ხო, პერსონალური დაცვა, ეხლა დღეს ზონების მიღები არ არის, ადრე რო იყო, რომ სადაც დაძდებდა დავშენ, მარცხენა წველი თუ იყავი თუ და მიგამაგრებდნენ ვიღაცას, კარში რო წასულიყო, უნდა მიყოლოდე კარში. ასე არ არის, ხო? ყველა თავის ზონას აკონტროლებს მეტაკლებად. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი აქვს დაზღვევა ზონების, ხო? და როგორც დროულად უნდა გადავიდეს ერთი მცველი, როცა მეორე მცველიც ავა და დატოვებს ზონას, ასევე აუცილებელია რომ სხვა მცველი არ გადავიდეს. ანუ მცველებმა იცოდნენ ვინ უნდა გადავიდეს დასკვნა ვინ არა. აი თუ დააკვირდებით ხვიჩა რო იწყებს ბურთით მოძრაობას, სრული ქაოსია მეტოქის გუნდში. არ იციან ვინ რა გააკეთოს. ეს აძლევს განსაკუთრებულ შესაძლებლობებს PSG-ს და თან ეს შესაძლებლობები ჩვენ მithვლით აი საგოლე პასი, გოლი, მაგრამ ძალიან ხშირად ხვიჩა შეიძლება საერთოდ არ შეეხოს ბურთს. ნუ შეეხოს იმ მომენტში, არც საგოლე პასი იყოს ან რაღაცა, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ მან რაღაც ასე დანერგა ქაოსი, გაჩნდა სივრცეები და გაუჩნდათ მის თანაგუნდელებს საშუალებები. ეს რასაც მე ვხედავ ხვიჩა რასაც აკეთებს, ნუ იგზნობა ეგრევე. ენერგეტიკა მოდის სხვანაირი ხვიჩა რომ ბურთს მიიღებს უბრალოდ. და მე დარწმუნებული ვარ რომ ლუის ენრიკეს არ ეშლება ეს და ანუ აი ლუის ენრიკე მე დარწმუნებული ვარ ლოცულობს ახლა ხვიჩა. ეხლა რა ამ წუთას შეიძლება არ ლოცულობს, მაგრამ ძილის წინ დილით ბარემ PSG-ზე საუბრობთ და ნახევარფინალებზე კითხავთ. PSG Bayern-ზე და Atletico Arsenal-ზე.
ხო, სხვა შორის რაღაცა prediction-ები, პროგნოზები რო გავაკეთოთ, თქვენი საინტერესო იქნება. მოსაზრება prediction შეიძლება არა, მაგრამ ატლეტიკო ზოგადად ძალიან ხისტი გუნდია და არსენალისთვის ასეთ გუნდებთან უჭირს. რა, ასეთ ჩამშლელ გუნდებთან ყოველთვის უჭირდა ყოველ შემთხვევაში. თან ახლა გარკვეულწილად არსენალმაც იცის თანამედროვე არსენალმა ახლა ჩაშლილი ფეხბურთი, თუმცა ამ მაგ კომპონენტში ჩემი აზრით სიმეონე გენიოსია. ანუ ატლეტიკო გონიათ ფავორიტი? მე მგონია გაუჭირდება არსენალს. პლუს მეორე მომენტიც არის რა მე ვფიქრობ არსენალი თელ ძალებს ხო პრემიერ ლიგაზე. მეც მაკეთკენ მივდივარ. აი მე დარწმუნებულად სრულიად არსენალი თავის გულშემატკივრები ან მწვრთნელები ან ფეხბურთელები ან პირველ რიგში პრემიერ ლიგაზე ფიქრობენ და შეიძლება საერთოდ ფიქრობენ იმას. პრემიერ ლიგის ნავსი გაცილებით მნიშვნელოვანია რომ გადაწყდეს და აქეთ ყვარა back to back finals დავდებთ. აქეთ back to back ალიანს არენაზე ბრუნდება, სადაც გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო. იმიტომ რომ ინტერს იქ მოუგეს გერმანიაში. იცი და PSG მართლა სასწაული მონსტრი გუნდი გახდა, რაც სკვარა გადავიდა იქ და ყველაფერი შეუძლია. თან ის ჩემპიონი გახდა გუში. ბუნდესლიგამ მოიცალა, მოითავა. თუმცა ახლა იმისთვის ბუნდესლიგის ჩემპიონობა ეს არის მარტივი ოპერაცია. ძალიან დაახლოებით როგორ არის, იცი? კალათბურთში, კალათბურთსაც ხო უყურებთ, კალათბურთში VTB ლიგა არის ესეთი და ისტორიას თუ გადახედავთ, სულ CSKA ხდება. სულ ახლა აღარ თამაშობენ მე მგონი თუ არ ვიცი ხა რა ხდება მაგათთან. მაგრამ სულ CSKA ხდება ჩემპიონი და ნუ აი ფათმასი არ არის ხა ბუნდესლიგა, მაგრამ ნუ ბავარიასთვის ხა ჩემპიონობა ის არ არის რაღაც განსაკუთრებული. არის ეს ნაადრევი ფინალი თქვენთვის? იცი რა, ფინალი არის თუ არ არის, ზოგადად აი 4 გუნდში ჩემი აზრით ეს ორი ყველაზე ძლიერია, ხო? თაღ ფინალი იქნება თუ არ იქნება ეს არ ვიცი. უბრალოდ ერთი მე არ მინდოდა ეს მეთქო. მეჩი და ბავარია არ შეხვედროთ. იმიტომ რომ მგონია რომ ბავარიას შეუძლია, ბავარია არის ერთ-ერთი აი წერან საუბრობდი და უნიკალური გუნდია რითი. იცით, მე არასდროს არ გულშემატკივრები, ისე არ ვფიქრობ რომ ფანი ვარ პირიქით. მაგრამ უნდა ვთქვათ რომ აი ხო ვამბობთ რომ აი დღეს ყველა შემტევ ფეხბურთს თამაშობს. რეალი ბარსა, ბავარიაც, მაგრამ აი ამ გუნდებისგან ვის ჩამოთვალეთ, ბავარია ალბათ ერთადერთია დიდი გუნდებიდან, რომელსაც შეიძლება მთელი სეზონი ითამაშოს აი ესეთი შემტევი რაღაც ფეხბურთი, მაგრამ როცა დაჭირდება, შეიძლება ისე ჩაიკეტოს და ისეთი ის გახდეს რაღაც აი სულ სხვანაირი გუნდი თითქოს, რომ აი ჩამშლელი და 90 წუთი რომ ავტობუსი ჩააყენოს რა იმაში შეუძლია გაუკეთებია ამ ბავარიას კი არა უბრალოდ ზოგადად ბავარიას ამანაც გააკეთა პარის სენ-ჟერმენთან კაცი რომ გაუგდეს მეორე ტაიმში საჯარიმოში იდგნენ და არ გაუშვეს გოლი ხო ორი გოლი არ გაუშვეს რა ეს ბავარიას ანგარიში ინერჩიულის გერმანულ ფეხბურთს ყოველთვის მე მახსოვს გერმანულ ფეხბურთს რომელიც ყოველთვის შემტევი იყო მაგალითად იტალიასთან უჭირდა იტალია ყოველთვის ძალიან აგებული აი ერთ-ერთი ევროპის ჩემპიონატი იყო, იქ ზოლა თამაშობდა წელი რომელი იყო, ვერ ვიხსენებ, ზოლა გააგდეს სხვადასხვა თუ 96 ალბათ. არ მახსოვს რომელი იყო. და ნუ იქ შეჭამა რა იტალიამ თან გერმანია კარგად თამაშობდა, იქ იტალია ვერ იყო, მაგრამ ის თამაში შეჭამა და ჩაათქდნენ. გერმანია კი არა, არ ვიცი ვის შევადარო. ძალიან დაცვითი ფეხბურთი ითამაშა. რატო ვლაპარაკობ ამას თან ხისტი? მე მაგალითად წინასწარ ძალიან მეშინია ყვარაზე. თუ აი პარაზე იქნება როგორ იცი აი ეგრევე ფეხში მიყო. აი ეგრევე არანაირი ის რა ცერემონია. იქაზე სწავლენ, მასე სწავლენ. ანუ მაინც 50-50-სკენ მიყავთ საუბარი. ხო, რთულია რა, იმიტომ რომ რთულია მე ძალიან ხვიჩა, ზოგადად ხვიჩას უყვარს ლაღი ფეხბურთი და ამის საშუალება თუ რამე ზოგჯერ ხვიჩას დებები ფეთქებადია. ფეთქებადობა რას იზავს არ ვიცი იქ რამე ყვითელი არ მეიღოს რაღაც ხო იცი რა. მოკლედ ძიმე ბრძოლა იქნება. მე არ ვიცი პროგნოზი ვერ გავაკეთე, მაგრამ ძალიან ძიმე ბრძოლა იქნება. ორივე თამაში დარწმუნებული. რეზი შენ ამას ორივე თამაში ანუ შინ და გარეთ. ხო, მესმის. აი არსენალი ატლეტიკოში ეცი აი ეგეთი სპაიდერმენის მემი რო ერთმანეთს რო უშვია ხელს. მოდი თან დააკვირდი როგორია დიდი ალბათობით აქეთ არის ხო ჩემპიონი. ხო, ანუ მე მეც მგონი რომ ხო როგორ უყავს ფინალში გასვლა და წაგება. კი. ბაიერნთან აქვს წაგებული ფინალში. ხო, ანუ ატლეტიკო შეიძლება თან ისე იქნება რომ მართლა ანუ ამაში მოყვებით ბოლომდე რომ არსენალი მთლიანად და ატლეტიკოს უკვე აღარაფერი აღარ დარჩა. მარტო ეს ორი თამაში აქვს ამ სეზონში და პოტენციალურად მესამე ხო. ეს როგორ აქვს დარჩენილია კურსში დაწუნებული ატლეტიკო. ხო, ორი ფინალი ეგრევე ხო. და თან ისე სუბტაიმი თუ მიუდგებით რომ ვინ იმსახურებს, ახ დიეგო სიმეონე რაღაც ფეხბურთს იმსახურებს რა, იმიტომ რომ ნუ ატლეტიკო რო დღეს არის ატლეტიკო ითვლება და რაღაც ანუ ითვლება მანაწე ამ დონეზე ეს გუნდი რა. ის რომ ატლეტიკო
ამ ხელა ტრანსფერებს აკეთებს მისი დამსახურება. მანამდე ვერ აკეთებდა ამას, იმიტომ რომ არ იყო ეგეთი დონის გუნდი. აი ბაიერნი Paris Saint-Germain უნდა იყოს რაღაც ეპოქალური დაპირისპირება თან ორი ბაიერნს ჩემი აზრით ისტორიული შეტევა ყავს უკვე, ანუ ყველა რეკორდი დაამხეს, ამ რეკორდებს კიდე აუმჯობესებენ და არ ვიცი რამდენად გასათვალისწინებელია ის თამაში რაც ჯგუფურ ეტაპზე იყო, მაგრამ მაშინ Paris Saint-Germain არ იყო ჯერ ფორმაში. საერთოდ ჯგუფურ ეტაპზე ხო ხო, ესეთი ის იყო. ბევრი ექსპერიმენტი, ბევრი ისე დატვირთვა არ აქვს ემოციური მაინც. ხო, არ ვიცი, აი აქაც ისე ვარ. აქ მე მგონი ძალიან ნორმალია. შეიძლება რაღაცები იყოს ხო ეპიზოდებმა გადაწყვეტოს კონკრეტულად. აი გუშინ იყო თამაში აი City Arsenal როსაც უყურეთ, სადაც აი ტაქტიკურად შეიძლება ორივე თხო თანაბარი იყო, მაგრამ რაღაც კონკრეტულმა ეპიზოდმა გადაწყვეტა ბედი, როცა აი City-მ რო გოლი გაიტანა, მარტინელი გაიქცა წინ, ოდეგორი უქნევდა ხელს, რომ უკან გაგექცაო კაცი და ის ვერ შეამჩნია და დონარუმამ შეამჩნია და აი ეგეთმა ეპიზოდებმა შეიძლება გადაგიწყვიტოს რაღაც კონკრეტული ეპიზოდის ბედი რა. რეალი იმაზე ვამბობდით მაგას ხშირად, ბევრჯერ თქვით რა, რომ რეალი ბაიანში იმდენად მაღალი დონის ფორვარდები თამაშობენ, რომ დაცვა ფაქტობრივად რაც არ უნდა მაგარი მცველები ედგეთ, ფუნქცია ეკარგება ბჭყალებში რო თქო და მანდ ბევრ რაღაცას წვეთს პატარა მომენტები და აი მაგ პატარა მომენტებში ერთი ის რომ გამოჩნდება რომელი უფრო ძლიერია და ხვიჩა კვარაცხელიას როლი მაინც აი მე ვფიქრობ რომ ძალიან სერიოზული იქნება. რა თქმა უნდა, იქნება და მაგას გულისხმობ. თან ეს ის ბავარიამაც. რა თქმა უნდა. იქ ჩემი მე შინახ მე რა ვამბობ ესე და არ მოხდეს ეგრე, მაგრამ იქ წავა ნადირობა ხვიჩას. რა თქმა უნდა. კი ბატონო. ეხთან ამას არ თაკილობს გერმანული ფეხბურთი ზოგადად. ხო. ესება არ გააკეთოს რაუსად რეალმა იქ ვიღაცამ ხო ბარსელონამ ვიღაცამ, მაგრამ ისინი არ მოერიდებიან. მიზანი რო აქვს ეს და მას რო ეტყვის თელი რომ ეს არ გაახარო, როგორც კი და არ მაინტერესებს. ხო, თანამედროვე ფეხბურთში მაგით ხო აგრძნობინებ თან მოწინააღმდეგეს, რომ აქ შენ, ანუ გარანტიული გასეირნება არ გელის რა და გინდა არ გინდა ფსიქოლოგიურად ფორვარდისთვისაც რაღაცა წნეხი არის, რომ აი, ნახე პირველ წუთზე ამან უკვე ჩამარტყა. ანუ მე-80 წუთზე თქვათ რომ უფრო იძაბება თამაში, მანდ რა მელის, ხო ხვდები რა და ბუნებრივია ხა გერმანელებს ეგ არ ეშლებათ რომ შესაბამისად დაგეგმონ. ნუ ბავარიასთვის შეიძლება ცოტა უპირატესობა იყოს ის რომ მეორე თამაში სახლში. ეგეც არ არის გამორიცხული. თუმცა თანამედროვე ფეხბურთში უკვე სხვა შეიძლება აი ეს იმხელა ფაქტორი აღარ არის რა. ხო, ადრე რო იყო რომ აი სახლში მოიგებდი 3-0-ს შეიძლება 4-0-ს წარიგებ. ადრე მატარებლით უნდა ჩასულიყავი და გეწვალა გზაში და დაიქანცებოდი და კი ბატონო. გავიდეთ ნელ-ნელა ბოლოსკენ. სოფლიოს ჩემპიონატზე კითხავთ თუ ელოდებით და ანუ ვინმეს თუ გულშემატკივრობთ და აი ინფორმაციას როგორ უყურებთ? ყველა რო გაეროს ყველა წევრი რო სოფლიო ქვეყნების მეოთხედი რო იქნება წარმოდგენილი. არა, ზოგადად ეს მარქსისტიკად მივდიოდით, იმიტომ რომ თუ შევხედათ, გულმოდგებოდა რა, ახლა მე არ ტენდენცია მოგწონთ, ყველაფერი გაიზარდა და აი ტენდენცია მოგწონთ რომ იზრდება, აი რომ აბსტრაგირდეთ იმ თემიდან რომ ამან ნუ გაზარდა საქართველოს მოხდრის შანსები გასაგებია რა 16 გუნდიანი რო იყოს არ იქნებოდა ეგეთი შანსები. მოდი ასე ვთქვა. აი სუფთა ესე ნეიტრალური კუთხე. მოდი ასე ვთქვა. მე მახსოვს რომ 16 კაი ხანი 16 გუნდი თამაშობდა მსოფლიო ჩემპიონატზე რა. სხვა მე არ მაგერთი ბებერიც არა ვარ. მე პირველი მსოფლიო ჩემპიონატი რო იყო უკვე 24 გუნდი იყო. ხო, 24. მაგრამ ნუ იქვე იყო რა, აი 78-ში 16 იყო მაგალითად და იქამდე ბევრი ჩემპიონატში. მაგრამ მეორე მხრივ 16 გუნდი რო იყო მაშინ ნორმალურად ფეხბურთის თამაშის ბევრად ნაკლებმა ქვეყანამ იცოდა. გამოდიოდნენ აფრიკული გუნდები და 7-0-ებს აღებდნენ და ბუცები რომ უნდა ჩაიცვათ, ის არ იცოდა. ეგ ზოგადად ფაქტია, ხო, ფეხშუელი გამოდიოდა. ზაირი. ხო. და 7-0-ებს აღებდა ის ზაირი. აბა მიდი ხა აფრიკულ გუნდებს მოუგე 7-0. მაგრამ ეგით მოგიგონ. მაგოზე ჩემი საყვარელი ისა ის რამდენიმე ისტორია საერთოდ ერთი არის ცოცხალი კედლის ფუნქცია ვერ გაიგეს და ჯარიმა რა დაიდო. მე რიველინო ურყავდა გამოიქცა ერთ კედლიდან და დაარტყა და გადააგდო. დაარტყა წაიღო. ერთი იყო კადრი იყო არ ვიცი რაღაც ხდებიან კიდე რაღაც ეგრეთ 7-0 და სად დაარიგოს კამს აჩვენებდა ერთ-ერთს ეკავა რაბახელა სიგარა კადრში. ეწევდა პირდაპირ კამს. მე გეხმურთელი ხო? თქვენს ფავორიტს არიდეთ თავი თუ არ ყავთ ესე? არა, მე გეტყვით, მე საერთოდ ძალიან ესეთ ტიპი ვიყავი რა, აი ცდილობდი სამართლიანობა მეპოვა და მე გეტყვი ხა ვინ იყო ჩემი ფავორიტი ნაკრებების დონეზე ვის გულს. ხო, სოფლიო ვიგულისხმობ. ესე იგი, მე მყავდა არჩეული, ხო დავიწყეთ ურება 82 წლიდან, ვიყავი 10 წლის. 82 წლის სოფლიო ჩემპიონი მახსოვს ძალიან მაგრად და ესე იგი, იქიდან მოყოლებ თან უცი დავიწყეთ ისტორია გადავხედები სტატისტიკებით ვიცოდი. დავინტერესდი. ესე იგი, გულშემატკივრობდი ესპანეთს ძალიან, ინგლისს, ჰოლანდიას, ნუ
განსაკუთრებით და კიდევ ვიღაცა ზოგადად არ ყავდა ხა ერთი რაღაცა რჩევი. რატო ბავშვობა გქონდათ? რატო გულშემატკივრები? იმიტომ რომ ესპანეთს მაშინ არაფერი არ ქონდა მოგებულება. საერთოდ მესამე ადგილიც არ ქონდა. ერთი ქონდა ევროპა, პირველი თუ მეორე ევროპა და სოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი იყო მეოთხე ადგილი 50 წელს. და ამ დროს აქ რეალი ბარსა ხო კლუბებს უყურებ ესპანეთს, ნუ მახარებენ, მოხდები? უდან გულშემატკივრობა მინდა რომ ესპანეთმა რაღაცა მოიგოს, საფრანგეთსაც გულშემატკივრობდი ხო, საფრანგეთსაც რაღაც დიდი ერთი ორჯერ მესამე ადგილი ქონდა და რაღაცა და ნუ ინგლისს გასაგებია, ნუ აზიას საუბარი ეს საერთოდ. და ნიდერლანდები იმიტომ რომ გადიოდნენ ფინალში სულ და ნუ ვერ იგებდნენ და ნუ ესპანეთს და საფრანგეთს დიდად აღარ გულშემატკივრობდი. ნუ ყველაფერი მოიგეს და ეხლა დამჭა ინგლისი და ეს მინდა რაღაცა მოვაგებინო რა. ნუ ეხლა ინგლისმა ეხლა სულ არ გიყვარდეს ინგლისური ფეხბურთი და რომ მოგითხრათ ეხლა ესთეტიური თვალსაზრისით მე მინდა ნაკრების და არა ეხლა თუ შეყრიბთ პრემიერ ლიგაში გასაგებია რომ ისინი რა ქვია ეს უკვე ინგლისური ფეხბურთს არამას ვერ დავარქვით ხო ეს ძალიან ისეთი გახდა გლობალური მაგრამ ნაკრებების დონეზე თუ აიღებთ, ეხლა ინგლისის ნაკრების თამაში ესეთივია, ბევრი სხვა ნაკრებების ფეხბურთი უფრო მომწონს, მაგრამ ფეხბურთი გვაჩვი, ეს თამაში ქვეყანამ გვაჩვია. კი ბატონო. რაღაცნაირად თვითონ რომ უნდა გქონდეთ რა. კი ბატონო. ბოლო თემა, რეზიდენტ ხორგა კრამე. ბოლო თემა ზე სანამ გადავალთ. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩვენს მაყურებელს, რომ ვიდეო დაალაიქოს და ჩვენი არხი გამოიწეროს. ძალიან ბევრჯერ ვახსენეთ გიორგი მამარდაშვილი ვახსენეთ, ხვიჩა კვარაცხელია ვახსენეთ, სხვა ქართველი ფეხბურთელები ბუდუმში აგდო სხვათა შორის ამ ბუდუმ ქვილითამ შეაგდო და სამივე გაბოდიში გაგაწყვეტი სამივე გამოვიდა კვარა გამოვიდა შეაგდო შეცვლაზე შემოსულები ქვილითაა გამოვიდა შეაგდო ბუდუმ გამოვიდა კი ბატონო ხო და საითკენ მიმყავს საუბარი ამ ფეხბურთელების აღმზრდელ ჩემპიონატს და გუნდებს ძალიან უჭერთ არ ვიცი იცით თუ არა რომ ჩვენმა არხმა ასე ვთქვათ ჩვენმა გუნდმა მიმდინარე სეზონში ეროვნული ლიგის გაშუქება დაიწყო დავდივართ ყოველ ტურზე 5-6 ვლოგი უკვე გვიდებს YouTube-ზე და ბექად არწმუნებული ვარ რომ მე დაგილინკავთ და გაჩვენებთ და მოკლედ გვინდა რომ რაღაცა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ევროპული ფეხბურთი გადასარევია მან რო ქართველები არიან კიდე უფრო კარგია უბრალოდ ეს მაინც ჩვენია ხო ამ ჩემპიონატის პრობლემა მთავარი თქვენი გადმოსახედიდან რა არის და რაღაცა გზა როგორ წარმოგიდგენიათ მართლა არ ვიმსახურებთ არც ქვეყანა მე მგონი არც ფეხბურთელები რომ ეს მსოფლიო ეს ჩემპიონატი იყოს ევროპაში ფსკერზე და აგერ გაისადა ერთი გუნდი მოგვაყდა ევრო ტურნირებზე ევრო ტურნირები ჩვენი კლუბებისთვის საერთოდ რაღაცა მიუღწეველია სეზონი დაწყებული არის და აგვისტო დამთავრებული არის და გუნდები ვარდებიან და აი ამ პრობლემაზეც კითხავთ და პრინციპში შეგვიძლია რომ ნელ-ნელა წავიდეთ ბოლოსკენ თქვენ არახი გქონთ მაგარი ეროვნული ჩემპიონატი ხო კარგი ეროვნული ჩემპიონატი აი ჩვენ თაობას არა მაგალითად ნუ ეხა რაღაცა პატარ-პატარა ინტრიგებს თუ არ ავიღებთ გულისხმობ დონე ძალიან ეხაც ძალიან დაბალია სამწუხაროდ უბრალოდ რაღაცა გზა ხო შეიძლება რომ არსებობდეს რომ რაღაცა წინ წავიდეს ხო იცით რა პირველ რიგში გეტყვით რომ სხვანაირად ვიტყვი ჩვენ არ ვიმსახურებთ ეს ჩემპიონატს მეორეს ხრივ აი მაყურებელს რომ უნდა რომ ჩვენ სულ მაგრა ვითამაშოთ ნაკრებმა მაგასაც არ ვიმსახურებთ მაყურებლები რა როცა შენი ქვეყნის ჩემპიონატზე მარტო ნათესავები დადიან ფეხბურთელების საყურებლად ხო ასეთი ქვეყანა არ იმსახურებს რომ რაღაცა დიდ ფორუმებზე ითამაშოს მოდი დამეთახმეთ ხო კი რა თქმა უნდა ეხლა მესმის რომ შეიძლება ბევრს ძალიან არ მოეწონა ასე რომ მასე რეალობაა ის კი არა თან არ არის საუბარი იმაზე რომ ჩვენ არ აგვაქვს ტოპ ჩემპიონატი არ აქვს პოლონეთს არ აქვს ჩეხეთს მაგრამ ნახეთ იქ წამყვანი გუნდების იმაზე რა ხდება. სხვა შორის ბოდიშ რო შეგაწყვეტინეთ ერთი ჩვენი გამომწერი არის პოლონეთში ცხოვრობს როგორც ხვდები და პოლონეთის მეორე ლიგის თამაშზე აი უბრალოდ ველოდებიო თქვენ სლოგებს უყურებო რომ როდის იქნება იმდენი ხალხი რამდენიც პოლონეთის მეორე ლიგის თამაშზე დადისო რა და აი ეგ არის ხო არ აქვს რაღაცა სასწაული ჩემპიონატი პოლონეთს ხო? რა თქმა უნდა მithmes მეორე ლიგას რა უნდა იყოს ხო აბარა ხო და აი ამიტომ აი თუმცა მეორეს ხრივ ალბათ ახლა მე დიდად ექსპერტად მაგდონეზე მithmes ახლა ისე ფეხბურთი ისე ჩახედული აღარ როგორც ახალგაზრდობაში არც ახლა ვარ ბებერი მაგრამ ადრე ხო და მაგრამ მე მაგალითად მოდი გადავიდეთ გზაზე კრიტიკას და იმას დავანებოთ თავისიათ ყველა ვიცით რა პრობლემა გზაზე ნუ მე სათხედავ ალბათ ეს ყველაფერი კავშირშია და მაყურებელი უნდა მოვიზიდოთ იმიტომ რომ ერთი პრობლემა მაყურებელი უნდა მოვიზიდოთ მაყურებლის მოზიდვას მე მაგალითად ხედავ ერთი მხრივ რაც თითქოს დაიწყო ქუთაისის ტორპედო ხო რაღაც ძალიან ცნობილი
ფეხბურთელები აი ყველა როცა თუმცა ამ მე მგონი დიდი შედეგი არ გამოდის. ხო, ნუ სახოს გულისხმობს სავარაუდოდ და სახომ არ გაამართლა, გულისხმობ ცოტა ხანი იყო ეს ერთი, მეორე კლუბი ცვლად ჩემპიონი ვერ გახდა, სახო უკვე წავიდა. იგივე რაღაცა кейსი შეიძლება იბერიასთან გავაიგივოთ, კონგოლო რო ჩამოიყვანეს, კონგოლოს ახლა სახო არ არის, მაგრამ სოფლიო ჩემპიონატზე იყო მე მგონი კონგოლო და ისიც უკვე წავიდა, ერთი თამაში ითამაშა, 4 თამაში იყო სულ განაცხადში და წავიდა. ეგ არ ვიცი რამდენად შეიძლება იყოს ერთ-ერთი გამოსავალი. არ ვიცი, მართლა არ ვიცი. ეხლა ერთ ცოტა წვეტიან იმას გეტყვით, აზრს. თქვენ თუ იცით, აი ყველა კლუბს აფინანსებს ფედერაცია, ხო? ხო, ნუ ფონდი არსებობს. ხო, ნუ ამშობა. და კონკრეტულ რაღაც თანხას იღებენ, ხო? ყოველ სეზონზე, ხო? დამოკიდებული თუ არა, თუ არის თუ არა, აი ეს თანხა, რასაც გუნდი მიიღებს მეორე სეზონზე, წინა სეზონში როგორ ითამაშა. ადგილზე კი, რომელ ადგილზე გავა. ხო. კი. ანუ დიდი სხვაობაა? ზოგადად რატომღაც ქართული კლუბების ფინანსები ძალიან გასაიდუმლოებულია. ბექა გვეუბნება რომ არ არისო მაგაზე დამოკიდებულიო, ბექა უფრო ჩახედულია მაგ საკითხებში, არ არის. თანაბრად ნაწილდებაო, მოკლედ ბიჭები გვეუბნებიან. ეგ არის ძალიან ცუდი, ახლა მე შეიძლება ცუდი რაღაცა მოვყვედა, ბევრი გავანაწყენო და რისხვა დავიმსახურო, მაგრამ მოდი ასხანაერთ შევხედოთ. დოტაციებზე ყოფი ფეხბურთი მოკლედ არ ვარ გახო. დოტაციებზე ყოფი არაფერი არ არის ფეხბურთი არა. მართლა გეუბნები, არაფერი არ არის. შენ თუ არ აქვს мотиваცია, ხო, შენთვის თუ შენ თუ ამას მაინც მოხსებენ, სუდად გააკეთებ საქმეს თუ კარგად. კი, ნუ გასაგებია, ხო, სადღაც ის არის, მაინც მოინდომებ კარგად, სადღაც რაღაცა, მაგრამ სადღაც მე შეიძლება სხვა პრობლემები გაგიჩნდეს. ის უფრო მიხდეს, მაინც მომწევს. მოხდები? ხა ეს სუდად პიროვნებებზე კი არ ვარ, მეც რო ვიყო ეგრე იმოქმედებ და ჩემზეც და მე ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად კი ბატონო, რა თქმა უნდა, დააფინანსონ, მაგრამ ეს ფინანსების ოდენობა და იყოს რაღაცნაირად უნდა იყოს ცვალებადი და უნდა ყოველი სეზონის შემდეგ ფედერაცია უნდა არ არის აუცილებელი ვინამდენი მოიგო ხა იქ იმის გათვალისწინებად შეიძლება ვის რა რესურსი აქვს რა მე იმას კი არა რომ რაგი ჩემპიონი გახდა გასაგებია რომ ძალიან ისეთი გუნდი გუშინ შექმნილი გუნდი შეიძლება ჩემპიონი ვერ გახდეს მაგრამ რაღაცა კრიტერიუმები უნდა იყოს ვის მიხედვითაც მომდევნო სეზონში დაფინანსება შეიძლება შეიცვალოს ერთ-ერთი გუნდი შენ უკეთესად ჩაატარე ეს სეზონი ვიდრე წინა უნდა მიიღო მეტი შენ უარესად ჩაატარე რაღაცა უნდა მოგეჭრას მესმის. პარალელურად ოღონდ ეს არ ნიშნავს რომ უნდა იყო მარტო ამ ფინანსებზე. პარალელურად რომ შეიძლება კონდეს უფლება რომ რაღაც სპონსორიც გაიჩინო რა და კი ბატონო ანუ მე მას ეს იმისთვის არის რომ სიტყვაზე რაღაცა დაგემართა და ვერ გქონდა სეზონი კარგი რომ ლათისი არ დარჩე რა. ჩვენაირი ხალხის ჩართულობა რამდენად მნიშვნელოვანია YouTube-ის ზოგადად. იცი რა ყველაფერი არის მნიშვნელოვანი ოღონდ ყველა ეს ფაქტორი ოღონდ მარტო იუთუბერები ამას ვერ მოგვარებენ. ყველა უნდა ჩავერთოთ, მაგრამ მე ვამბობ გლობალურად ეს ნაბიჯები თუ არ გადაიდგა, გინდა YouTube-ში აკრიტიკე, გინდა აკე, რაც გინდა ქენი, მე მათ ვარ დარწმუნებული, იმიტომ ადამიანის ფსიქოლოგია ეგეთი. თუ შენი შემოსავალი არ არის პირდაპირ დამოკიდებული შენი საქმიანობის ხარისხზე, შენი საქმიანობის ხარისხი უფრო და უფრო მცირდება. ეს მარტო ფეხბურთში არ ყველა ეგრეა. კი ბატონო რეზი რამე თემა ხო არ დაგურჩა? არა, მგონი არა. მე მგონი ძალიან საინტერესო ერთი საათი იყო. სიამოვნებით ვისაუბრებდით კიდე. მეც ძალიან დიდი სიამოვნება რომ ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი საინტერესო თემა. მადლობა უნდა გითხრათ ბატონ ლადო, მე ბიძინა ბარათაშვილთან არ ვიყავი სამწუხაროდ გადაცემაში, ჩემს ერთ-ერთ გოუთთან და აგერ მეორე გოუთს დაუშვენე გვერდი და გისმენთ მოკლედ ძალიან დიდი სიამოვნებით ნებისმიერ პლატფორმაზე, ნებისმიერ გადაცემაში სადაც ხართ ხოლმე. მადლობა უნდა გითხრათ კიდევ ერთხელ ჩვენს გამომწერებს. თქვენი სახელითაც უნდა ვთხოვო რომ გამოიწერონ ჩვენი YouTube არხი და ლაიქონ ეს ვიდეო. გამოყვენ სხვა სოციალურ პლატფორმებში და დავამშვიდობოთ ნელ-ნელა სტუმარსაც რეზიდენციაში. ჩემი YouTube არხით შევიდეთ გამოიწეროთ. აღწერაში დახვდებათ მე. თავიდანვე ვთქვი, ბატონ ლადოს სხვა შორის დაახლოებით ერთ რაოდენობაზე ვართ მე მგონი. ანუ თითქმის ერთდროულად დავიწყეთ ჩვენ და თქვენ. სადღაც სექტემბერი, აგვისტოს სექტემბერში დავიწყეთ. ნუ ჩვენ ცოტა გისწრებთ. ჩვენ ცოტა უფრო გამოცდილები გამოდივართ ამ. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ მოწვევით. და აქედანვე შეგიპირებთ რომ კიდე გადავიკვეთებით ამ გადაცემაში. მე სიამოვნებით გეტყვით კიდე ნამდვილად საინტერესო იყო. დროებით. მადლობა აყურებელს. დროებით.